მოკლედ აქ ნაპოლეონი გაჩვენეთ ძვირფასებოს 3 ფირფიტა ვიყიდე, 2 დავკრემე და მესამე დავფშვენი და მოვაყარე. კითხვა იყო დასმული, მაგით გპასუხობთ. აქ უკვე ჟელატინის გაკეთებას შევუდექი, მე კომპოტის წვენით გავაკეთე. დამიწერეს რომ 500 გრამი ბევრი არ იქნებოდაო, თქვენ თუ გინდათ არ გააკეთოთ ძვირფასებო, მე ადვილად რომ დნება ეგეთი ჟელატინი არ მიყვარს და მიმგონი გემოვნებაზე არ ვიცი, არ ვიდაოთ, მე როგორიც მიყვარს ისეც ვაკეთებ, თუმცა გავსინჯე წუხელ და არ იყო ზედმეტად ტკბილი კი არა, მე მგონი სიცივეში იკარგება სიტკბო, ასე რომ 4 ღვინის ჭიქა შაქარი გავუკეთე უკვე მე მეორეს. აქ გავუკეთე 5 ჭიქა, იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ გამოვასწორებდი და მე მერჩივნა რომ გამეკეთებინა როგორც მე ვიცოდი ისე. რა თქმა უნდა, კოვზებით დავითვალე, იმიტომ რომ არ მაქვს სასწორი და ასე რომ ეჭვი მეპარებოდა რომ წინაზე დარჩენილი ჟელატინი რაც მქონდა იქნებოდა 100 გრამი, ამიტომ კოვზებით დავითვალეს, ჯამში მქონდა 11 კოვზი, 5.5 კოვზი გავაკეთე 1 ლიტრი კომპოტი ვუქენი და 1 ვუქენი 5 ღვინის ჭიქა შაქარი, თუმცა 4 სრულებით საკმარისი აღმოჩნდა მეორეჯერ რომ გავაკეთე. ეს ეხა ამას იმიტომ ვახმოვანებ, რომ მინდოდა რომ მქონოდა სრული ვიდეო, სადაც ყველაფერს დეტალურად გიყვებით. რა თქმა უნდა, დავამატე ფერი, კარიჩნიფერი დავამატე, ანუ ყავისფერი და ძალიან კარგი გამოვიდა საბოლოო ჯამში, კი ნახავთ აქ ვიდეოში თუ როგორიც გამოვიდა. მოკლედ ძირფასებო, ხედავთ ეხა პირველს უკვე 20 წუთი. ხამეა. დანარჩენი ჟელატინი ჩავყაროთ, 5.5 კოვზი უნდა გამოსულიყო წესით. აქ უყურეთ, კივი დავაცარიელე, ფეიხოას კომპოტი ბოდიშით. ხო და ახლა აქ ჩავასხათ ცოტა. ეს გავაფერადე მე ფერით. იმიტომ რომ მარტო ის ფერი არ იყო ლამაზი. ხო და მწვანე ფერი მქონდა, მაგით გავაფერადე. მაგრამ წვენის გემო აქვს ფეიხოასი. ესე გამოიყურება ეხა ეს. განხույბდება და მე დავასხამ დანარჩენს და გავუკეთებ 5 ჭიქა, ღვინის ჭიქა შაქარს, როგორც იმას. ამას ჩავინიშნავ მე. ხო და იმის მიხედვით გავაკეთოთ თუ კაი გამო. დავადგე გაზზე. ნუ დავხურიო. დაბალ ცეცხლზე, ადუღებამდე მივიყვან და ავიღე. ასე გამოიყურება ძვირფასებო. დავამატე ეხა 4 ღვინის ჭიქა შაქარი, მოვაკელი 1, რა ვიცი, ხანი ძალიან გემრიელი არ იყოსო და ამიტომ ეს დრო არის ეხლა. აქ კისელი გავაკეთე, ეხლა რომ გოდეს გამოვთოთ, გოდეს ვაჭამო, რომ მე 5 საათზე ანტიბიოტიკი მივცე. მოკლედ ეხლა ეს ჭირი დაუსხათ დიდ თეფშზე, რომ დაცივდეს ადვილად, თორე ესე ძალიან ცხელს. წვიმის ხალხო საშინოდ. კიდევ ამას დავფარე. ჯერ არ მიწინია, იმიტომ რომ კიდევ არ გამაღვიძოს მეშინია. მოკლედ. ეხლა ჩემი ჟელატინი ვნახოთ.
თუ არა ორი ფერი კი ნახეთ აი ეს ეხლა მივაკლი ეციფასებო თუ როგორ ანუ ეს მეორე არის ესეთი პრიალა მივაკლი თუ როგორ უნდა გავაკეთო რომ გამოვიდეს ესეთი კარგი პრიალა ეხლა ეს მინდა ვნახოთ და როგორია სისქე როგორი აქვს მე ზეთს არ ვუსმევ არ მიყვარს ამიტომ კაცი და გონება ხალხ მე ვარ ეგეთი უშმური იმის გემოვნების თუ რა არის ვერ გავიგე მოკლედ ამით არ მინდა გავუჭრა მაგრამ სხვა რა გზა მართლა მაგარია მინდა რომ გაჩვენოთ რომ არის ორი ფერი ამას შევჭამ რა თქმა უნდა აი ხო ხედავთ გამოვიდა იმიტომ რომ ცხელი რომ მოვასხი შემეშინდა დასუნით კი ხილის აქ აი ესეთი მიყვარს აი ესეთი მიყვარს საჭრელი მაქვს სპეციალური და ამიტომ მაგარია ზუსტად ისეთი მე მიყვარს ამას შევინახოთ და იმას გაჩვენებ ესეც მეორეც ჩვეულებრივად არის ახლა ნახეთ ზემოთ ეხლა რას მივაკლი უნდა გითხრათ თურმე თუ ოდნავ რამოდენიმე წუთი 3 წუთი თუ დაელოდები მე ეს არა აქვს და მე თუ დაასხამ აი ეს არა აქვს ეს თეთრი ქათი მე მივხვდი ამას შემომრჩა უბრალოდ აი ამას ვაკეთებდი და უცებ ვერ შევდგი ეგ სარემონიაში და რომ მოვედი რომ აი მეორეს დავასხამ ეხლა თქო უკვე გასუფთავებული იყო ეს ჟელატინი მე დავასხი მას ნის იმიტომაც არის პრიალა ეს არა მაგრამ აწი მივხვდი და ესე გავაკეთებ მოკლედ თუ ვინმეს არ გიცდიათ იმას გეყვებოდით რომ თუ ვინმეს არ გიცდიათ წვენით ან კომპოტით სცადეთ და 100 გრამზე გაუკეთეთ მხოლოდ 4 ღვინის ჭიქა შაქარი თუ გინდათ ესეთი გამოგივიდეთ იმიტომ რომ პირველს 5 ჭიქა ვუქენი მაგრამ მეორეს 4 ჭიქა შაქარი ვუქენი და ძალიან კარგი გამოვიდა მაინც ასე რომ რაც ნაკლები რა თქმა უნდა შაქარი მაგრამ მაინც რახან კაი გამოდის 4 ჭიქა შაქარი 1 ლიტრ წვენზე შაქრიანზე ოღონდ გინდა კომპოტზე 100 გრამი ჟელატინი 4 ღვინის ჭიქა შაქარი სრულებით საკმარისი ეს იყო და ეს ჩემი ის საქვია ჟელატინის დეტალური რეცეპტი ეს ამას სპეციალურად იმიტომაც ვწერთ ვიტყოდებ რომ მე სკლეროზი მაქვს და გავიხსენო თუ არა და მაინც ხვალ ბლოკნოტში ჩავიწ რო არ დამავიწყდეს მაგით ხო ეხლა შაქართან დაკავშირებით მინდოდა კიდე მე თქვა რომ მე
ამ ჟელატინის გაკეთება მასწავლეს, ანუ სხვისგან ნახე და იქიდან ვისწავლე და მაინტერესა, მომეწონა, უბრალოდ იმ გოგომ მხოლოდ წყლით გააკეთა და შაქრიანი წყალი და უბრალოდ გაფერადებულია, მეტი გემოს ვერ გზნობ, უბრალოდ ტკბილია, წყალი მეტი არაფერი. ამიტომ თუ გემოები გინდათ, მართლა ძალიან კარგია. არ მიცდია სხვანაირად, მარტო წყლით არ გამიკეთებია. მე სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ სულ სახში მომეპოვება ხოლმე გინდიქეთ საჩინოში რო ვიყავით, ხილი, კომპოტები, ან ხილს უცებ წამოადუღებდი და მე შეგიძლიათ ჩვეულებრივად რაფერშიც გინდა გადაიყვანთ და ეხა კი ფეიხოასი მქონდა კომპოტი და მწვანე ფერი შეუხამე, მარწყლს წითელი ფერი არ მქონდა, თორე წითელი უკეთესი გამოვიდო და მაგრამ არ მქონდა სამი ფერი მაქვს წითელი, ყვითელი და კაროჩნი ისიც არ მახსოვდა რომ მქონდა. ხო და უბრალოდ ეს კაროჩნი ფერი რისთვის ვიყიდე, ვერ გეტყვით საიდუმლოა. ტორტებისთვის და რამისთვის არა. ხო და ჩემი საიდუმლო არ არის და ამიტომ არის რომ არ გეუბნებით. მაგრამ ყველაფრისთვის გამოდგება, საკვები გასაფერადებელია, ამიტომ ამისთვისაც გამოდგებოდა. მოკლედ თავიდან სხვა რაღაცისთვის ვიყიდე, მითხრეს რომ ეს ამისთვის კარგია და გირჩევ რომ იყიდო. მწვანე ფერი, ყვითელი ფერი. მწვანეში ცოტა მაქვს. როდის გამოვიხილე და რისთვის არ მახსოვს, მაგრამ ცოტა მაქვს. ყვითელი საერთოდ გავხსნელი. ყვითელი მინდოდა გამაკეთებინა, მაგრამ მეტი ჟელატინი არ მოხდა. ასე რომ აწი გავაკეთებ, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე. ყოველთვის მინდოდა 50 გრამა და ამ ყველაფრის ყიდვა და სადაც როგორ მაღაზიაში იყავი და ყოველთვის პრობლემა აქვს ეგ, რომ აი რა თუნდა მე ასე ვაკეთებ და მე ისე და ეხა მე სხვის მასწავლს ვერ გავაკეთებ ესე, როცა არ მინახია, არ ვენდობი, ხო ასე არ ვენდობი ყველას ნათქვა. ამიტომ რაც ვიცი, დოზები თუ მინდა რომ გავყო, მაშინ ესე შუაზე ვყოფ და 50 სხვა ფერს ვაკეთებდი, მაგრამ 9 ლიტრი წყალი, 9 კილო შაქარი, თუ ტკბილი არის, 2 ჭიქა, 2 ჭიქა 9 შაქარი ყოფნის. ასე რომ აქ ორ ადგილზე, ქალაქში, სენაკში, სადაც მე წინაზე ვიყიდე ეს ჟელატინი, პასკობისას მე მგონი პასკები რომ დავაცხე. ხო, მე მგონი მაგ დროისთვის ვიყიდე და აღდგომობისთვის. პასკებს მაგ დროისთვის აცხობენ. და მაშინ პრობლემა გამიხდა ის, რომ ესე 50 მოვაცემინე იმ გოგოს. რა თუნდა, მithვენეთ კლიენტები და ვინმე არ ყავდა, მაგრამ სასწორი არ მაქვს, ეგ არის ცუდი, თორე ვიყიდი და მე მეც გავყოფ. მოკლედ ესე ხა მას ამით მოვჩები და წავალ, უბრალოდ ეს არის ჩემი მე რაც მოწონს ის რეცეპტი. თუ გინდათ ესეთი მაგარი გამოვიდეს, თუ ოდნავ რბილია, მე არ მიყვარს მაგის ჭამა და რა ვქნა, არ მიყვარს. მიყვარს რა ესეთი მაგარია. თან მაგიდაზეც ძლებს, გინდა მთელი დღე ისე დადეთ, თეთრიც ეგრე არის, მე რო გავაკეთე, მაგრამ ჩემს იმაში ვერ ვიპოვე, თუმცა მახსოვს, რომ მხოლოდ ჟელატინი, ოღონდ წყალი გაკეთებული არ ვთქვიფე და ესე გამოვიდა თეთრი. და ის ძალიან მაგარი იყო. მინდა იმის გაკეთება კიდევ ცადო ერთი ვიყიდი მე. ხო და ესე კი ფერებში ალაჟანს მალაკოს ამატებენ, მაგრამ მე არ მიყვარს არც ალაჟნით, არც მალაკოთი, ამიტომ ის მომეწონა ის. ხო და იმის გაკეთება მინდა მე. ნახოთ. ვაიმე, პასკების ვიდეოში მექნება სადმე. პასკების ვიდეოში რო ვაკეთებ მოძებნი. შაშადელში. მოკლედ ესე ჩემოკარგება. რეცეპტს რა ვიცი, მე დავურთავალბათ, მაინც. ოღონდ ძალიან გთხოვთ არ დამიწეროთ, თუ არ უნდა თქვენ არ გავუკეთოთ. ამდენი შაქარი. ჩემთვის უნდა. მაინც ცოტა გავუკეთე, მაგრამ მაინც და მარტო მე არ ვაკეთებ ესე.
იმ გოგო მასწავლა. так, ასე გამოვიდა. თან ძალიან მაგარს აკეთებს ის გოგო, ძალიან კულინარია, მაგარი. ესე დამგვარად წავედი ახლა მე და გემშვიდობებით. მეც ვიცი ხალხო, ნახეთ რა შესაქმე მე ვერ ვიმახსოვრებ კერძების სახელები რამე. ჩემი თუ არ ქმევ, იმას ვიძახი. ხინკალზე კარტოფილიანი ხინკლები მეთქი არ არის ვარენიკებიაო და ვარენიკები ყველიანია და ის არ არის. უბრალოდ ფორმა აქვს. ხინკლის ფორმა აქვს, მაგრამ გემო აქვს. ჩემს კარტოფილიანებს. ხო და ასე რომ რა ვიცი ხალხო, მე რასაც ვუწოდებ ის იყოს ჩემთვის და თქვენაც გინდათ ის დაარქვით. ანუ თქვენ ხო იცით რა თქვია. ჩემთვის ეს არის, რასაც მე ვიტყვი. მაინც ერთად მახსოვრებ და რა აზრი აქვს. კიდე ნამცხრები ტორტები რაღაცებს რო ვაწყობ, არც ეს სახელი არ ვიცი მე, ჩემი ვაწყობ. სახელები არ ვიცი, მაგრამ არავის ნაკლებს არ ვაწყობ. არავის. ვინც კი ჩემთან მოვიდა, ყველას მეწოდა ჩემი ტორტი. გინდათ თუ ნამცხვრი რომელიც პირში დნება. და ბევრი ნამცხვრი მინახია, რომელიც ნაჯახით არის დასაჭრელი და რა ვიცი, მაინც შეკება აქვს და გინდა რესტორანშიც, გინდა სად იყო რომ ვიყავით, გინდ ქორწილშიც ნახე აჭრილი კრემით, ნამცხრები, მსგავს რა ვიცი მე თუ გაიყიდებოდა არ მეგონა თორე მეც დავიწყებდი. მაგრამ იშვიათად რომ აიჭრას ჩემი კრემი. ხო მოკლედ, ტრაბახობ ხა თავს ვიქებ. არ ვიცი, გამომწავს ვინმე ალბათ, მაგრამ რაც კაი გამოდის იმას ვიძახი. ბევრი რამე არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ხინკლის მომზადება დავამიწყდა საერთოდ, არც ვიცი. ოღონდ ხორციანის. თქვენ არ იცით როგორი სკლეროზი მაქვს. ესეც უნდა ჩავიწერო. მე ჩაწერილი მაქვს ეგმე ლიტր 100 გრამზე ჟელატინზე 1 ლიტრი წყალი, 1 კილო შაქარი, ესე მიწერია. ეხლა უნდა დავწერო 100 გრამ კომბოდის წვენზე, შაქრიანი რა თქმა უნდა რო არის, 4 ღვინის ჭიქა შაქარი, ასე და ასე შემდეგ. უნდა ჩავინიშნო, მან იწყება სკლეროზი აქვს. ხო და ასე. მიდი არაფერი, წავედი. იმედია მოგეწონათ ჩემი ჟელატინი. ცოტა ხანი რო დავლოდებოდი, იმასაც არ იქნებოდა ის თეთრი კაფი. არ დაველოდე ცხლად დავასხი და იმისიც მეშინოდა რომ ისიც არ გაალღოს თქო, გაადნოს თქო ის პირველი დასხმული ჟელატინი და ისევ ერთმანეთში არ აირიოს თქო, როგორც მაშინ დავიმართა. წინაზე რაღაც თეთრები რო ჩავყარე, ხო, თეთრები რო ჩავყარე, ის სულ კაფად რო არ მოვიდა. წავედი ახლა. დავიძინე, კოთის ვაჭამე კისელი. გაჩვენეთ ტიპში. ამაყენი, კარმა ჩავთე. ანუ კარმას ტოვებ ხოლმე, მაგრამ ერთზე ტოვებ. მოუმატე, დავსვია ქვაჭამე, წამალი მივეცი, ცოტა ადრე მივეცი დღეს. ხოდა თვითონ წავიდა გაიქცა დასაძოლად და მე კიდე აგერ თქვენ ჯუჯუგებით და წავიდი ამ ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას, რა თქმა უნდა, ამას ნახავთ უკვე 30 დეკემბრის დილის საათებში. დედა, გავიყენე ხო? გოგო, ნუ დადიხარ ფერში შველი. Hai godei da stare. Dai pares. Sanami che parve tutti, ase dai pare. Oh. Deda. Თოვლია ხალხო, აი რა მიჩვენებია და იცი გაჩვენოთ. აი მაგრამ წყალი. ფეხით ამისველ და რომ წავედი ახლა მაღაზიაში. თან კიდე თოვს.
გონი ჩანს კი. ხო და წყალ თოვლია. ან ნაწვიმარი რო ამაგიტო იმაშება თუ რა არის ვერ გააკეთე. მოკლედ ნიკოდეიზასთან ვიყავი და ეხლა მოვიტანე ამდენი ეს კიტრი მოვიტანე გუში რომ მოვიტანე შეჭამეს და მოითხოვა კიდე გოდემ და მოვიტანე ეს ბანანი მოვიტანე და ერთი კოკა-კოლა მოვიტანე ორი ესეთი დიდი ფოთოხალი მოვიტანე სამი და რაღაცისაა ეს და დანარჩენი არის სულ წყალი 6 ლარის არის ეს წყალი 30 ლარი აი ესენი ყველაფერი ეს კიტრი იქნება ალბათ 10 ლარის. იმიტომ რომ ეს და ფოთოხალი 10-ის 4.5 ან მეტის იქნება ეს კიტრი. 10 ფოთოხალი და წყლები. 3 ლიტრა ნახევრიანი 3.5 ღირს. არა, კაი იყოს 4 იყოს. თოთხმეტი ეს სადღაც 6 ლარამდე ეს 10 ლარის ალბათ კიტრი გეგა მოდედიკო ბანანი ჭამე მოდი გუდუ მოდი მამაზო მოგიგდეს დედიკოთე იმდენი აღებინა აი არ ვიცი ეს დილი ძალიან შემაშინა ლოგინში ისევ სხვა დაუვარდა შაქარინეთი ვიფიქრე და უსი რო შეუმოწმე აჩქარებული ხონდა პლიკი გოდე ბანანი არ გინდა ეხლა რატომ მინდოდა უფრო მეტად მოსვლა გეტყვით ამ ჩემს სპაგეტთან დაკავშირებით ძირფასებო სულ ხო ყიდულობ ამათ და ხედავ სადრას რა წერია უბრალოდ მე სპაგეტს ვეძახი ამ ნებისმიერი მაკარონიდან მომზადებულ კერძს განა მაკარონს ვეძახი სპაგეტს აი კერძს ვეძახი მე სპაგეტს ეს არის და ეს. რაიცი ამის ახსნაც უნდა მჭირდებოდა იმიტომ რომ დღეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის სპაგეტი რა არის. ეხლა კი ჟელატინთან დაკავშირებით აი ამ ჭერჭერი. ქადისიმით საჭრელით ეს არის ის მეორე ზემოთ ოდნავ ქაფივით რო აქვს. დედიკო შენ არ გიყვარდა ეს არა მგონია რომ შეჭამო მარათან დაჯექი. აქეთ დამშულია. აი იქეთ დაჯექი. ვიციდე. ეგეთ დაჯექი. ეს პატარა მაჭამე მე ნახე შენ რამდენი დაგიტოვე. ეს გოგის. ამარა უყურე რამდენი დაგიტოვე დიდები. მიდი. ზონცია. ნახეთ? მაგარია, ესეთი მიყვარს. ხო, ძვირფასებო ეხა. რის თქვა მინდოდა? არ ვიცი როგორ დაგაჭეროთ, ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენ ცადეთ. ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ ცადეთ და მე თქვით შაქრის გემო, თუმცა შაქართან დაკავშირებით მინდა ის გითხრათ. დედაჩემ მაგალითად ჩაის ერთ კუბს შაქარს აკმარს და ისე გემრიელება, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში.
როგორია დე? კაი. ჭამს. არასდროს არ ჭამია. მე ხშირად არ ვაკეთებ ამას, მაგრამ რამდენი ერთი ორჯერ არ გავაკეთე? ორჯერ კი, აქ. მამაში კომპოტები არ გამოვიყენებია. ისე გავაკეთე მე მგონი. გითხარით დამეზარა მეთქი. კომპოტების გახსნა. ხო და მოკლედ მე 3 თუ 4 კოვზი მყოფნის შაქარი. ჩაისდა. იგი იმავე ჭიქაში რაც დედაჩემს. ანუ ერთნაირები ჭიქები რო ავიღო, დედაჩემს 1 კოვზი ყოფნის შაქარი და მე 3 ან 4. ამიტომ ეგ არის ყველაფერი გემოვნებაზე, მაგრამ არ არის ზედმეტად კბილი, თუ დამიჯერებთ და თუ არ დამიჯერებთ და სცადეთ და თქვენ თვითონ გაიგეთ, რა ვიცი, აბა რა გითხრათ მეტი. ნახეთ. შელიბონები ხო გიჭამიათ? შელიბონები. თლად ისეთი მაგარი არ არის, ის ზოგჯერ ძნელად დასაღეჭიროა. შელიბონები. მაგრამ მაგარია. მსგავსად არის რა. უნდა დაღეჭო. უნდა დაღეჭოთ. ამიტომ მიყვარს მე ეს. მეტი რა გითხრათ ახლა? ვინც მასწავლა მე ეს ვისგან მაქვს ეს რეცეპტი? რამდენი წელია ღმერთო, სულ არ მახსოვს 2000 რომელში მუშაობდი იქ მე 15-ში მე მგონი 2015-ში მუშაობდი მე მგონი ხალხო კი 2016 იქ შემოვიდა თუ 15 შემოვიდა იქ არა 16 შემოვიდა მე მგონი 2016-ში გავყევი მუხას იქ მუშაობდი სადღაც რამოდენიმე 7 თვე თუ 8 თვე არ მახსოვს ხო მოკლედ ხო და იქ გააკეთა გოგო თამუნა ერქვა მაგას ერთად მუშაობდით ოღონდ ისინი სხვა სექციაში იყვნენ მე აქეთ ვიყავი დასაწყისში ქიმიის სექციაში და დამპატიჟეს მე ჟელატინზე საერთოდ არ მიყვარდა სიმართლე რო გითხრათ ჟელატინი განასინჯი არ მქონდა მეთქი ტყვილი მაგრამ უბრალოდ გემოს ვერ გებულობდი და ამიტომ არ მინდოდა არ ჭამდი აი როგორ გითხრათ ჩიტელი და მწვანე ჩიტელი და ჭოროდი ლოჩკაკეთე ჭოროდი და ჩიტელი მე სხვა ფერებს გავაკეთებდე კაი მაქვს კომპოტები სხვადასხვა და იმის მიხედვით გავაკეთებ ასე რომ ვიფასებო თუ გინდათ ესეთი იყოს მაგარი ძალიან მაგარი და ისეთიც არ არის რომ დაჭა გაუჭირდეს ადამიანს ან რაღაცა მაგრამ მაგიტაზე რომ იქნება არ შეგეშინდებათ რომ გადნება და დროულად მაცივარში მივაბრძანო მაგიტო გეუბნებით რომ სიტკბო მიუხედავად იმისა რომ კომპოტისგან გავაკეთე არ არის ჩივია მოდი და ჩივია მოდი მაკუჩი მაჩივარზე ხუდინიკო საყიდულეში იყო დედას გული სული დედას ეს კაია რითამაშო მე შევჭამ თუ თქვენ არ გინდათ ლიკას უყვარს და ლიკაც მოვა მე საჭმელად და ვიცი ჩემ ძმა მითხრა მოვალთო მაგრამ ორშიო და ესეთ ამინდში თუ მოახერხეს მოსვლა მე ხარდება რა თქმა უნდა იმდენი რამე მაგასაკეთებელი წყალი არ არის დამცხვარს გამოაცხობ დღეს მეთქი სომს მოვზელ მეთქი დღეს ხაჭაპურისთვის ესენი მქონდა გეგმაში ვერაფერს არ ვიცი წყალი როდის მოვა იმის მიხედვით ქალაქში არ არის შუქიო და იმიტომ არ არის წყალიო და რა ვიცი რა არიდე
არა, ის დასველდება, ჩემიც დასველდა და ჩემი ხსაცმელიც. ჩექვები მეც არა დამისველდა. მე არა. წყალი ვით არის, აი მშრალი თოვლი არაა, სულ წყალია თოვლჭყაბი. თოვლჭყაბის ბოდიში. მეგონი წყალია ვიჩამაშო ქვემოთ. თოვლისთან. კი, ვითამაშოთ. აა, ეს კი არა, ჩვენს ბავშვობაში იმდენად ყინავდა, მუხლებამდე თოვლი რომ მოდიოდა, ზემოთ დავდიოდი. დედიკო თოვლისთან. არც კი უვარდებოდით თოვლში იმდენად ყინავდა და რა ვიცი, ქავრობას შეჩვეულები ვიყავი და კიდე მესო მეშინია, რომ აი შესცივდებათ, არ იქარამე. ეს უნდა მოჩეს. ხო, დადე ის ეხა ხელით არ ითამაშო, ანჭამე. მოკლედ ესე ჩემო კარგებო, ამის სხვა მინდოდა კითხვა რომ დაისვა. ხე მაინც აქედან უპასუხებ თქო. წავედი. წავედი მიხედვა ამათაც გეგას კი ვაჭამე, მაგრამ ამათ არა. ჭირ. კუთი.